ამ ექსპერიმენტისთვის დაგვჭირდება ქინძის თავების ნაკრები და ჭიქა, რომელშიც მოვათავსებთ ამ ჩვენ ქინძის თავებს, სანამ ჭიქა არის ცარიელი. ანუ ჭიქა ფსკერზე არის ქინძის თავები და ამის შემდეგ ავავსებთ ჭიქას წყლით. ისე რომ პირამდე იყოს ჭიქა ავსებული, მეტი ადგილი აღარ იყოს ჭიქაში, ფრთხილად რომ ზემოდან არ გადმოიღოროს, უნდა ვეცადოთ რომ ზუსტად პირამდე იყოს ავსებული ჭიქა, რომ ადგილი აღარ იყოს არაფრის ჩასასხმელად და არაფრის ჩასაღებად. ამის მერე ვაკეთებთ ასეთ რაღაცას, ამოვიღებთ ამ ქინძის თავებს ამ ჭიქიდან და ბუნებრივია ადგილი გამონთავისუფლდება. აი ასე. აი ახლა ხედავთ რომ ჭიქაში ადგილი გამონთავისუფლდება, ხედავთ, პირამდე აღარ არის ავსებული ეს ჭიქა, იმიტომ რომ აი ეს მცირე ადგილი დაკავებული იყო ქინძის თავების მიერ. აი ქინძის თავები არის აქა. ახლა ვაკეთებთ ასეთ რაღაცას, რომ აი იმ გამონთავისუფლებულ ადგილას, რომელსაც იკავებდა ქინძის თავები, ვამატებთ ისევ წყალს და ბოლომდე ვავსებთ ჭიქას. ანუ ადგილი რო აღარ იყოს და ახლა ვაკეთებთ ასეთ რაღაცას. რიგრიგობით ჭიქაში ვათავსებთ ნელა და ფრთხილად ამ ჩვენ ქინძის თავებს სათითაოდ. ეს საკმაოდ დიდ დროს მოიცავს, რომ ნელა ვათავსოთ, მაგრამ უცნაური არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჭიქაში ადგილი აღარ იყო, ბოლომდე ავსეთ ხო ჩვენ ეს წყლით, ჩვენ ვნახავთ, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ყველა ქინძის თავის კვლავ მოთავსებას ამ ჭიქაში, ისე რომ ჭიქიდან წყალი არ გადმოიღვრება. ამ პროცედურით მე არ გადაგხლით, ამას კადრის მიღმა გავაკეთებთ, უბრალოდ გაჩვენებთ შედეგს, როდესაც აი ეს ქინძის თავები ყველა სათითაოდ არის ჩაყრილი ამ ჭიქაში, მაგრამ წყალი ისევ არ არის ჭიქიდან გადმოღვრილი. აი მეორე ნაწილში გაჩვენებთ მე შედეგს.